პატივცემულო პარლამენტის წევრებო, Dear members of parliament, დღევანდელი ღონისძიების მასპინძლებო, მოგესალმებით. hosts of today's event, let me welcome you. პატივცემულო მთავრობის წევრებო, Dear members of government, პატივცემულო სტუმრებო, dear guests, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. let me congratulate all of you with today. დღეს დასრულდა ყველა პროცედურები, ყველა გადაწყვეტილება, ყველა ხელმოწერა იმისათვის, რომ საქართველოს ფართო ნაბიჯებით დაადგეს ევროპის გზას. Today, all the procedures, all the steps, all the signatures have been concluded so that Georgia, with a big stride, go on to the way towards Europe. ამის შემდეგ იწყება ძალიან საპატიო და რთული შრომა, რომლისთვისაც ჩვენ ყველა მზადყოფნას ვაცხადებთ. And after this starts very honorary and very difficult work, and we are all committed. We declare our commitment for this. დღევანდელი დღე ეძღვნება ქართველ ხალხს. Today is dedicated to Georgian people და ქართველი ხალხის წარმომადგენლებს ისტორიულად. It is also dedicated to Georgian people representatives historically. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე და შემოგთავაზოთ ყველამ ერთად 3 წუთის განმავლობაში თვალი გადავავლოთ ჩვენს უახლეს ისტორიას, გზა ევროპისკენ. So I offer to all of you, I congratulate you once more and offer to all of you once more for 3 minutes to have a look at our European way for 3 minutes. ამასთანავე პარლამენტის წევრებს თხოვთ, ვისაც სურვილი გექნებათ, თქვენი ხელმოწერა დააფიქსიროთ ჩემგან მარჯვნივ განთავსებულ დაფაზე პარლამენტის მიერ ხელშეკრულების რატიფიკაციის დოკუმენტზე, რომელიც ალბათ ჯობია ასეთ სახითაც შემოვინახოთ. And also I am applying to all of you, to members of parliament who will have the wish, you can sign there on the right on the blackboard on demonstration sample. And it will be symbolic and we can just make such signatures. ახლა გთხოვთ ყველამ ერთად ვნახოთ ჩვენი უახლესი ისტორიის ამსახველი კადრები და შემდგომ ერთად ვიზეიმოთ დღევანდელი დღე. დიდი მადლობა. Now I am offering to all of you, have a look at our recent history, at the pictures from our recent history, and now then celebrate all of us together.